თქვენ წერილი პოლიციას გადაეცით თუ პრესას? არ ვიცი მე წერილი იყო თუ არა, ფურცელი იყო, რომელიც ჩემმა ექთანმა ნახა და გადასცა პოლიციას. ქალი, რომელიც თავს იმართებს საგარეჯოში ჯეო ჰოსპიტალსის ექიმია. შაბათის ფორმულამ იმ ექიმსა და ექთანს დაუსვა კითხვები, რომლებმაც ჯერ თორნიკე რიჟვაძის სიცოცხლე გადაარჩინეს, შემდეგ კი სამთავრობო მედიამ მათ დააბრალა, რომ რიჟვაძის გამოსათხოვარი წერილი გადასცეს. კადრში ჩანს ექიმი მაია სახიაშვილი და ექთანი ლელა კუპატაძე. ისინი სამსახურში 7 ივლისს თორნიკე რიჟვაძისთვის საბედისწერო ღამესაც მორიგეობდნენ, რა დროსაც კლინიკაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლსასროლი ჭრილობით შეიყვანეს. წერილი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა ექთანმა ლალი კუპატაძემ, რიჟვაძის შარვის მარჯვენა ჯიბეში იპოვა. მეტი კომენტარს არა გენოცვალე საერთოდ არ მინახია წერილი იყო თუ რა იყო, ფურცელი იყო, რომელიც ჩემმა ექთანმა გადასცა პოლიციას. ერთად ნახეთ თქვენ და ექთანმა? არა, ჩემმა ექთანმა ნახა და გადასცა პოლიციას. ოთახში იყავით იმ დროს თქვენც? იმ წუთში არ ვიყავი ოთახში, როცა ის ფურცელი ნახა, მაგრამ გადაცემის პროცესში ვიყავი აქ, როცა პოლიციას გადასცა. წერილი წაიკითხეთ თქვენ? პრესას გადაეცით? პრესას გადაეცით? ცოტა ხანი მითხარით, პრესას თქვენ გადაეცით. რატო ამბობს პრესა, რომ მეთ პერსონალისგან მიიღო წერილი? არ ვიცი გენოცვალე, ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს. ტაიმთან ან იმეთთან კომუნიკაცია გქონდათ თქვენ? არანაირი გენოცვალე, არანაირი. ანუ უარყოფთ, რასაც ამბობს მედია? არ ვიცი გენოცვალე, რაზე მელაპარაკები. არადასრულად საქართველოს სამთავრობო მედიისგან შეიტყო, რომ თითქოს ექიმმა პრაიმ ტაიმსა და იმედს სავარაუდოდ თორნიკე რიჟვაძის დაწერილი წერილი ექსკლუზიურად გადასცა. ირკვევა, რომ თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში 7 ივლისს ღამის 1 საათსა და 40 წუთზე შეიყვანეს. ის საავადმყოფომდე ალეკო ახვლედიანმა მეზობელთან ერთად მიიყვანა. აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა. მორიგე ექთანმა შარვლის მარჯვენა ჯიბეში ფურცელი იპოვა და ექიმს შეატყობინა. პოლიციის უფროს ბატონ გიორგის გადაეცი. პოლიციის უფროს გადავეცით წერილი ექთანმა გადასცა ჩემთან ერთად, ეგ ვიცი. პოლიციის უფროსი, რომელსაც საგარეჯო საავადმყოფოს მედპერსონალი ასახელებს, გიორგი სადაღიშვილია. მის ხელში აღმოჩნდა წერილი, რომელიც სავარაუდოდ რიჟვაძეს თვითმკვლელობის მცდელობამდე უნდა დაეწერა. თქვენ გადაეცით პრაიმ ტაიმს და იმედს? მსგავსი ფაქტი არ ყოფილა და არ ვიცი. მარტივი მისახვედრია, რომ ექიმებმა წერილი ნამდვილად ნახეს, მაგრამ მედიასთან კომუნიკაცია მორიგე ექიმსა და მასზე დაქვემდებარებულ ექთანს არ ქონიათ. 7 ივლისის დილას 10 საათსა და 23 წუთზე პრაიმ ტაიმმა სათაურით ექსკლუზივი ფურცლის შინაარსი რიჟვაძის ჯიბიდან გაავრცელა. იმედის საიძე კი წერილი შინაარსი 11 საათსა და 14 წუთზე აიტვირთა. ის ეთერში გავიდა 2 წუთით ადრე. ქრონიკამ ექსკლუზიურად მოიპოვა თორნიკე რიჟვაძის წერილის შინაარსი, რომელსაც უცვლელად თავაზობ. იმედმა 2 საათიან გამოშვებაში წერილის ფოტოც გაავრცელა, თუმცა ერთი ცდომილებით. პირველ შემთხვევაში რიჟვაძე შვილებს დათასა და ელის ასახელებს. ფოტოს გავრცელების შემდეგ კი წინადადებაში დაემატა ცოლის სახელი მაგდა. გზავნილი ალეკო ახვლედიანის ხსენებით იწყება, რომელმაც იარაღი დაუდევრად შეინახა. წერილის ავტორი მის გამართლებას ცდილობს. საბედისწერო ღამის დეტალებს შაბათის ფორმულას ანონიმური წყარო უყვება. ციხეში წასვლის სიკვდილი მირჩენიო, იქ აღხმია ნათქვამი. თორნიკეს დაურეკა არ მისთვის. თორნიკემ დაურეკა ამ ალეკოს დაჭრის შემდეგ. ჩამოსული ყოფილა, ჩამოუკითხებია თვითონ და თავის სიძეს და წასულა. არ დარჩენილა. სუიციდის მცდელობამდე თვალთხევის მეოთხე შესახვევში საგანგებოდ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის მამა დავით რიჟვაძე და სიძე დავით ბალავაძე ჩავიდნენ. სუფრა სწორედ იმ შემინულ ფანჩატურში გაიშალა, სადაც ახვლედიანი იარაღს უდიერად ინახავდა. საბოლოოდ სახლში ალეკო ახვლედიანისა და თორნიკე რიჟვაძის გარდა არავინ დარჩენილა. თორნიკემ ცუდა იარაღისა და სუმანქანაში მე დავჭამთითო და ამოვიღეო და როჭამთო კარადაში დავდეო. ისედაც კეიფობდითო, იქ დავდეო რა. და ეგრეთ წოდებული პაკბეგი მოხია მაგან ახლებიან, რომ ამას დაუწყეს შევიწროვე. აი ეს პირველი დღე არ იხმიეს რო აქ იყო. ცდელობა ქონია რა, ანუ
თუნდა თავი მოვიკლაო რა ხო და გადაიბირა ამ კაცმა შევაცვლებინა ვაზრი. ამოღებულია გლოკის სისტემის პისტოლეტი, რომელიც გამოძიების ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ ალეკო ახვლედიანის შემინული ფანჩატურიდან დაუკითხავა დაიხო. დეტექტივ გამომძიებლების მუშაობას ადგილზე კურირებდა გელა გელაძე. რა სახის ნივთმტკიცებულება ამოიღეთ? ბოდიში რიჟვაძემ წერილი აქ დაწერა თუ არა დაადგინეთ? იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ხელბორკილები კლინიკის ეზოში დაადეს. მისი აღკვეთის ღონისძიების ხდომა, როგორც ბოლო დროის ყველა სხვა გახმაურებული საქმის ტელეკამერების გარეშე ჩატარდა. სხდომაზე დასასწრებთან ძმასთან და ძმისშვილთან ერთად მივიდა თორნიკე რიჟვაძის მამა, ბათუმის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით რიჟვაძე. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის მამა ერთადერთი ადამიანი იყო სხდომათა დარბაზში, ვისაც ბრალდებული ალეკო ახვლედიანი მიესალმა. ახვლედიანი 30,000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სხდომათა დარბაზი პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ერთად დატოვეს. ეზოში კი მათი გზები ორად გაიყო. ახვლედიანი ეზოში მდგარ ავტომობილში ჩასვეს, მან ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. დავით რიჟვაძემ კი ტერიტორიის დატოვება ხალხისა და მედიის გვერდის ავლით სცადა. ყოფებოდით იმ სახლში? შეგიძლიათ გითხრათ, სახლში იყავით თუ არა? ტელეფონები გაგიმათ. თქვენი შვილის თვითმკვლელობის ვერსიის თუ გჯერათ, არ გვიპასუხებთ? ხოვდნენ თუ არა თქვენ შვილს და თქვენ 300 მილიონს როგორც ვრცელდება ინფორმაცია? რაიმე პრობლემა გქონდათ? არა ისე. პრობლემა ხდება. თუ გჯერათ მკვლელობის ვერსიით, შეგიძლიათ გითხრათ? ენდობი გამოძიება. გამოძიებას ენდობით. ბიძინა ივანიშვილს რომ მიმართა წერილში, დარწმუნებული ხართ, რომ თორნიკეს დაწერილია? სავარაუდოდ თვითმკვლელობა საეჭვოდ ემთხვევა რამდენიმე ფაქტს. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას, ლილუაშვილის გადაყენებას, მამაშვილი რიჟვაძეების თანამდებობების დატოვებას, ონლაინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავით რიჟვაძის დაკავების თაობაზე, რომელიც თავად უარყო. ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძე ცემეს, წაართვეს საათი და საფულეც. საქმეში ჩართულები იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები. შაბათის ფორმულას რამდენიმე სანდო წყარო უყვება, რომ რიჟვაძეს მომავალი კვლავ მაღალი თანამდებობის სანაცვლოდ მეგობრების, ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბიძინა ივანიშვილი 300 მილიონ დოლარს თხოვდა და ციხით ემუქრებოდა. ემოციური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ფონი არის ძალიან მძიმე. ყველა განიცდის აქ ყველანი ახლობელი, ყველანი მეგობარი, ყველანი ნათესავი. არ ვიძლევით კომენტარს, ხონერად რატო გითხებით? იმიტომ რომ ესე მინდა რომ არ ვიძლევი კომენტარს. რანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რაც თქვენ გაქვთ ის მაქვს. მიდან ცდილობ რა მართლა წასვლა? წარმოუდგენა არ მაქვს რა ეს ლაპარაკობ რა აბსურდია. მე ჯანმრთელობას ვსურვებ ბადალ აუცილებლად. სრულბრალდებია ეს პრობლემა. 300 მილიონთან დაკავშირებით ეს სრულბრალდებია. სრულდეს ამბობთ ახლა ნუ რა არის ეს. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. თუ თორნიკე რიჟვაძემ წერილი ნამდვილად დაწერა, მეგობრებში სავარაუდოდ ამ ადამიანებს გულისხმობდა. ხალხს, რომლებმაც თანამდებობები მისი წამოსვლის შემდეგ დატოვეს, მაგრამ რა დავალებების შესრულება უწევდათ მათ და ელიან თუ არა სამართლებრივ პასუხისმგებლობას უცნობია. თვითმკვლელობა სცადა ამ ვერსიას თანხმობით? რა მიზეზი ქონდა ამისთვის? ის ახალგაზრდა ბიზნესმენი თენგო ჭყონია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც რიჟვაძის თვითმკვლელობის ვერსიის ჯერა და ამას ღიად ამბობს, მაგრამ რა მოტივი ჰქონდა აჭარის ყოფილ მმართველს, ის ვერ აკონკრეტებს. ჭყონია ირაკლი დგებუაძის მოადგილის, ჯემალ ჭყონიას ძმა. ეს კადრები კლინიკაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის მისვლას ასახავს. თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად მივიდა გრიგოლ ლილუაშვილიც. მან სათადარიგო კარით ისარგებლა. რა კავშირი აქვს ოცნებასთან გლის ბილეთით გაშვებულ სუსის ყოფილ უფროსად და ასევე ყოფილ პრემიერს, კორუფციასთან და რა ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდნენ რიჟვაძეს. კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება. თუმცა შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ თორნიკე რიჟვაძე მეგობრის
მოსანახულებლად ქვეყნიდან წასვლას ცდილობდა, მაგრამ ის საზღვარზე არ გაუშვეს. მან ბათუმი დაახლოებით 1 თვის წინ დატოვა და ახვლედიანთან საგარეჯოში იყო. ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, რომლებიც ჩვენების მიცემას ან ფულს, ეგრეთ წოდებული ატკატის მიტანას თხოვდნენ. ჩასული იყო დედოფლის წყაროშიც, სადაც ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. სავარაუდოდ ყოფილმა პრემიერმა კარგად იცის, რომ ივანიშვილმა მასზე ნადირობა გამოაცხადა. გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, ჩატარდება ექსპერტიზა შესაბამისი ხელწერილზე, რითაც ადასტურდება ან გამოირიცხება თორნიკერის რაიმე პრობლემა ქონდა აბატონმა ალექსიმ ჩვენებაში. თქვა თუ არა რომ 300 მილიონთან დაკავშირებით იყო პრობლემა, თხოვდნენ მას გარკვეულ თანხას ხელისუფლების წარმომადგენლები. თორნიკე ნაწილში ნამდვილად ვერ შემოდან გამოძიება მიმდინარეობს. პრობლემებზე ილაპარაკა თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე. ქონდა შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან, შენთან კომუნიკაცია მიგვაჩნია საჭიროდ და მოდი ალეკო იყოს შენთან კომუნიკატორი ახვლედიანი, ხომ შენი მეგობარია. მე ვთქვი რომ კი ნამდვილად ჩემი მეგობარია. ეს 2015 წლის არქივია. მაშინ ნიკა გვარამიამ ღიად განაცხადა, რომ ალექსი ახვლედიანის შუამავლობით მთავრობა აშანტაჟებდა. ალეკო კი ოცნების მესენჯერი იყო. თუ პარალელის გავლებას შევეცდებით, მაშინაც და დღესაც შევამჩნევთ, რომ მას ყველა როგორც მეგობარს ისე მოიხსენიებს. მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო. ალექსი ახვლედიანის სახელი 2015 წელს კიდევ ერთ სკანდალს უკავშირდება. მაშინ თბილისში ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც ალექსი ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. სკანდალი თანამშრომლების უკმაყოფილებას უკავშირდება სახელფასო დავალიანების გამო. ასევე აუდიტის სამსახურმა ფესტივალს სერიოზული დარღვევები აღმოუჩინა. მაშინ მას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. არის ნაოსნობა, უსურვომად წარმატებული ნაოსნობა და მიუხედავად მძიმე სკანდალებისა, ქართული ოცნებისა და ალექსი ახვლედიანის მეგობრობა არ შეწყვეტილა. უფრო მეტიც, კიდევ უფრო დაახლოვდნენ. ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. პარალელურად საქართველოს ძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია. ის ჩანს ყველა იმ მასალაში, რომელიც ოცნების ხელისუფლებას წლების განმავლობაში აჭარაში ვიზიტის დროს აქვს გადაღებული. ასევე იმ მასალაშიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფორმულას წამყვანმა ურამ როგავამ და მისმა ოპერატორმა გადაიღეს. ბატონო თორნიკე, გამარჯობა, როგორ ახარ? რატომ გარბიხარ? ბოლო ვიზიტით ბათუმში ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობამდე 5 დღით ადრე იმყოფებოდა. ფოტოებით ირკვევა, რომ ივანიშვილის პრემიერმა და მაიორმა ახვლედიანმა პირისპირ გასაუბრებაც შეძლეს. თუ წერილი ნამდვილად რიჟვაძის დაწერილია და ჩახმახს თითი თავად გამოკრა, გონივრულია გაჩნდეს კითხვა. ბიძინა ივანიშვილის ზავნილი გადასცა ახვლედიანს ირაკლი კობახიძემ და რატომ გაუჩნდა სუიციდის სურვილი 35 წლის კაცს. თქვენ დახმარებას რატო გთხოვდათ და ფარველობას ოჯახის ბატონი ყველაფერს მე არ ვიცი, ყველაფერს დაადგენს გამოძიება და გამოძიება გაცემს ყველაფერს ფასს. ქართულ ოცნებას ქონდა ეჭვები, რომ რიჟვაძეს ქონდა კორუფციული გარიგებები რეგიონში. პროკურატურას თუ ქონდა მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებული, მის დაკავებას თუ გეგმავდით. ბალი ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე თორნიკე რიჟვაძე დაადგინეთ თუ არა უკვე? თუ წერილი რიჟვაძემ დაწერა, ნახსენებია შემდეგი სიტყვები. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ ოლიგარქი რიჟვაძეს მილიონებს თხოვდა. კობახიძის მისვლის შემდეგ კითხვა არ გიჩნდებათ? რამდენიმე საათში ეს კაცი გააფრინეს ქვეყნიდან. ბიძინა ივანიშვილი გზავნილი მიიტანა, რომ სასწრაფოდ მოაშორეთ ამ ქვეყანას. არავინ არაფერზე არ ილაპარაკოთ, მესეჯ ბოქსი სანაცვლოდ გიშობთ ქვეყნიდან. არის კიდევ ერთი ვერსია, რომ რიჟვაძე კანონით აკრძალულ სათამაშო ბიზნეს ფარველობდა. ეგრეთ წოდებულ პოკერ კლუბებს, რომელიც აჭარაში მიწის ქვეშ ფუნქციონირებს. ბიზნესი კანონიერ ქურდ ლავას ოღლის ეკუთვნის, რომელიც მოგებული თანხის ნაწილს რიჟვაძეს აძლევდა. რიჟვაძეს კი ეგრეთ წოდებული ატკატი არც ოცნების და არც ივანიშვილის ყულობაში არ მიქონდა. გვიყვებიან, რომ კანონიერი ქურდი ჯერ რიჟვაძეს დაუპირისპირდა, შემდეგ კი ხმა ივანიშვილს მიაწვდინა. ბიძინა ივანიშვილია გადაკიდებული და ეუბნება, რომ რაც მოიპარა, ეხა ეს ფული დააბრუნე, ეგ ფული არის ჩემი, რაც ხალხს მოპარეთ ჩემი ეგ ფული და დაუთვალეს და უთხრეს $300 მილიონ მოიტან. ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ ქაოტური, უნებართვო მშენებლობები და კორუფცია რეგიონის მთავარი გამოწვევაა. როცა
ბატონი თამაზაშვილი მოვიდა, მისი პირველი დავალება, ასე ვთქვათ, იყო ის, რომ გამოცხადებული იყო სრული მორატორიუმი ქალაქში მშენებლობებზე, არ ყოფილიყო გაცემული არანაირი ნებართვა, ფაქტობრივად სხდომა არ ყოფილა, სადაც კაურ კოეფიციენტზე, ახალ მშენებლობაზე საუბარი არ ყოფილიყო, საკითხი თორნიკე რიჟვაძის წასვლის შემდეგ სამი სხდომა ისე გავიდა, რომ საკითხებში არც ერთი მათგანი არ ყოფილა. თქვენი დანიშნვის შემდეგ თუ დაიწყეთ თუ არა მოკვლევა იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელსაც რიჟვაძეების ოჯახი ფლობენ. რიჟვაძეების ოჯახს რაც შეეხება ეხლა არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ისი გამოჯამთელების შემდეგ მიუბრუნდებით ამ თემას? მე მიუბრუნდები ჩემი რეგიონის განვითარებას. რეგიონში იყო პრობლემები მშენებლობებთან დაკავშირებით? იყო ნებართვებთან დაკავშირებით? ჩემს რეგიონში არის ძალიან ბევრი პრობლემა. მათ შორის მშენებლობასთან დაკავშირებითაც? ბევრი პრობლემებია და ეტაპობრივად მიუძღვებით და უნდა განვითარდეს. ცვლილებები იქნება მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით საჭარაში? ცვლილებები იქნება ბევრი მიმართულებით. მათ შორის მშენებლობებზე. მანქანასაც თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტს 6 წელი იკავებდა. ამ წლების განმავლობაში მას ამომრჩევლები დაგვიანებული პროექტებისა და შეუსრულებელი დაპირებების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე ახლა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.